მოგესალმებით მომზანებისთვის. ძალიან კარგია რომ მოხვედით და ის საჭირო საკითხები რომელიც გაქვთ ახლა შეგიძლიათ გაიზიაროთ და მითხრათ და მეც გიპასუხებთ შეძლებს და გვარად. გურამ მოდიშარია მაგას ამბობდა კაცო როგორ რაცნელიაო თურმე რაცნელი ყოფილა მინდის მოადგილების დანიშნა აქ ზუსტად ყველგან თავისუფლად მოხდა და ჩვენ აღმოჩნდით ყველაზე ყველას ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ისეთ ყველა დაინტერესებულია. ბევრ ადამიანს ეხება კულტურა, იმიტომ ჩვენთვის ეს არის საექსპორტო ისიც არის მოგეხსენება. ჩვენ ამით გავდივართ, აქ არავინ არ ჩამოდის, რომ რედისონში იცხოვროს ხოლოდ და ჰოლიდეი ინში იცხოვროს. ის ჰოლიდეი ინი და რედისონი მათაც აქვს არა? ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი განსხვავებული კულტურა, ჩვენი განსხვავებული სიმღერა, განსხვავებული სტუმართმასპინძლობა და ყველაფერს ამას მხარდაჭერას სჭირდება. აი თქო თეატრი ვერ არსებობს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. უბრალოდ ვერ არსებობს, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. თუ რაღაც შოუ არ დადგი, რაღაც Jesus Christ Superstar არ გააკეთეს, სადაც შეიძლება აქეთ ფული მოიტანოს, არა? თეატრი ეს თეატრისთვის საჭირო მხარდაჭერა, უამრავი კოლექტივისთვის საჭირო მხარდაჭერა. სახელოვნო ინსტიტუტებში პრობლემებია ძალიან სერიოზული. პრობლემები საერთოდ ზოგადად არის, რომ თვითმმართველობა არის ძალიან დაბალ დონეზე, ყველა სფეროში, მთელ ქვეყანაში ასეა. და რაღაც სერიოზული პრობლემები დაგროვდა, როცა იყო შემოთავაზება, მე იმ წუთში თანხმობა არ მივიცია. ნამდვილად არ მივიცია, იმიტომ მე ჯერ რაღაც სხვა ასპარეზიც მქონდა იმ დროს, მე ჩემი საქმეც მაქვს, მე არ გამიკაკუნებია იმ კარს, ჩემგან არ მოდიოდა ინიციატივა და ბევრი ვიფიქრე და იცით რამ გადავაწყვეტი და გეტყვით, როგორც კი გავრცელდა ხმა, ხო იცით, პატარაა ეს ქალაქი და ქვეყანა, დაიყუსყო რეკვები და აი ჩემი კარგი მეგობარი მყავს, რომელსაც მე წელიწადი ვლაპარაკობ, წელიწადი არ ვლაპარაკობ და იმანაც თქვა, იურა, შენ უარი რომ თქვა, მოჰკლავო და ეხლა ცოტა ამან იმოქმედა როგორც ჩანს რა. ეს არის კოლექტივი, რომელიც აშკარად შეუძლია მუშაობა და ჩვენ ასე რომ მოქცეული ვიყავთ, როგორც ზოგჯერ ხდება, რომ მოდის ხალხი და ყველა მიიღავს, ეს ნიშნავს, უნდა დაანგრიო მთელი სამუშაო და საერთოდ მოსპო. ეს გამორიცხულია მათ, მაგრამ ჩვენერი ადამიანები, ის იმედი ჩვენ გვაქვს სხვათა შორის, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ და იმიტომ ჩვენ ახლა წავით ახალი ხალხი მოვდივართ. რაც არ უნდა ვიყოთ ნიჭიერები და რაც დავაბრალოთ საკუთარს, ყველაფერი შეგვიძლია როგორც მე მაშინ თქვი. ხო, გაცნობა გინდა ამ საქმის ჩაწდომა პრობლემების არში და მე უკვე გადაწყვეტა იმ რეალური პრობლემების საშუალების მოზებნა რით ეს პრობლემები გადაწყვეტოთ. მე მგონი ეს გუნდი რომელიც ჩვენ შევიკრიბეთ და იმ რეალურ ხალხთან რომელიც არსებობს, რომელსაც თავის გამოცდილება აქვს, შეიძლება სტრატეგიულად სხვანაირად ორიენტიროთ ეს ხალხი და სტრატეგია ცოტა სხვანაირი გქონდეს და ფიქრობთ იმ სტრატეგიაზე, სტრატეგიული თელი ჯგუფი, კვლევარი ჯგუფი ყავს და მთელი ამბავი. ანუ რაღაცა გადახალისებას რა თქმა უნდა ფიქრობთ, მაგრამ იმ ხალხით ვინ ჩვენ ყავს.